ვაგროვებთ მხარდამჭერ წერილებს რეჟიმის პატიმრებისთვის, ვინც ახალ წელს გისვასებს მიღმა ხდება და ასევე თუ რაიმე სათქმელი გექნებათ არალეგიტიმური მთავრობისთვის და შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაწეროთ. მადლობა. ნახვამდის. მივწერე რომ მიყვარხართ თქო და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი იმედი შეუძლიათ გქონდეთ, ანუ ქართველი ხალხის და პირადად ჩემი მაგალითად. ყველა პატიმარი გარეთ იქნება, ახალ წელს ოჯახებთან ერთად შეხვდებიან და რაც მთავარია, ერთად ვიქნებით იქამდე სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებთ. არც ერთი წამით იმედი არ დაკარგონ და გქონდეთ იმ ხალხის იმედი, ვისთან ერთადაც ისინი იდგნენ ამ აქციებზე და უსურვებ უბრალოდ მალე გათავისუფლებას და ჩვენთან ერთად დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ წელს აღნიშნოს. ვაგროვებთ წერილებს, როგორც არალეგიტიმური მთავრობისთვის, რათა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ასევე ჩვენი რეჟიმის პატიმრებისთვის, რათა ვაგრძნობინოთ ჩვენი თანადგომა მათ და ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ტყუილად არ იტანჯებიან და მალე აქ დახვდებათ ევროპული ქვეყანა. უსურვებ მათ გამძლეობას პირველ რიგში და რა თქმა უნდა საბოლოო გამარჯვებას. რამე თუ მათი მოთხოვნა და მათი ბრძოლა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მათმა გამძლეობამ და მათმა ბრძოლამ უნდა მოგცეს ჩვენ იმისი უნარი კიდევ რომ ესეთი თანხმობრივი აქციები, ესეთი მოთხოვნები უნდა გაგრძელდეს, უნდა გამოფხიზდეს მთელი მოსახლეობა. წერილი მე დაუწერე პატიმრებს, ამ რეჟიმის მსხვერპლებს, ვინც ჩვენთან ერთად იდგნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვინც უსამართლოდ დააკავეს და ყველანაირად შევეცადე, რომ მეთქვა, რომ მარტო არ არიან. მივწერე წერილი, რომელიც ასეთი შინაარსის არის, რომ უყვები თუ რა ხდება აქ გარეთ სანამ თვითონ არის შიგნით, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ დიდხანს დარჩებიან საპატიმროში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გათავისუფლდებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მათთვის ძალიან რთულია სწორედ ესეთ დროს ციხეში ჯდომა და აქ აი ამ ყველაფერში უშუალოდ მოსვლა და მონაწილეობის გარეშე დარჩენა. ერთმა პატიმარმა დაწერა, რომ დაბადების დღეზე ისრვებდა წერილებს და იმაში მივხვდით, რომ ეს კამპანია, რომელიც დავიწყეთ, სულად არ დაგვიწყიათ ტყუილად და ხო, ახლა ყველაზე მეტად ალბათ ეს გამამხნევებელი სიტყვები სჭირდებათ მათ.